მოგესალმებით მეგობრებო. დღეს განვიხილავთ 20-მდე საინტერესო სიტყვას იტალიურად, რომლებიც ვფიქრობ აუცილებლად გამოგადგებათ, თუ იტალიური ენის სწავლით ხართ დაინტერესებული. მინდა გთხოვოთ აუცილებლად რომ ვიდეოს დასაწყისშივე მოიწონოთ ეს ვიდეო და გააზიაროთ. იმისთვის რომ დამეხმაროთ კიდევ უფრო კარგი ვიდეო გაკვეთილების შექმნაში და რა თქმა უნდა უფასოდ მოწოდებაში. შესაბამისად, დავიწყოთ და იმედი მაქვს რომ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ. იტალიურ ენაში il sale ნიშნავს მარილს. მაგრამ არსებობს ასევე ზმნა salire, რაც ნიშნავს ასვლას. და როდესაც ამ ზმნას ვაუღლებთ და გვინდა ვთქვათ, რომ ის ადის, ვამბობთ lui sale. შესაბამისად, il sale არის მარილი, მაგრამ lui sale ნიშნავს ის ადის. მეორე სიტყვა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, არის anno. Anno არის წელი, წელიწადი. თუ მივუთითებ, რა თქმა უნდა, არტიკლს და დავწერ anno, ამ შემთხვევაში გამოვა წელიწადი. მაგრამ თუ ვიტყვი loro anno, ამ შემთხვევაში მე ვიყენებ ზმნა averეს უღლებას, avere ნიშნავს ქონა ოლას, მესამე მრავლობით პირში. შესაბამისად, l'anno წელიწადი, ელი აპოსტროფოთი რა თქმა უნდა და ორი ენეთი და loro anno აკა ასობგერათი, რომელიც არ იკითხება, ამ შემთხვევაში ვამბობ მათ აქვთ. anno და loro anno წელიწადი და მათ აქვთ. ასევე არსებობს იტალიურ ენაში სიტყვა la casa. La casa ნიშნავს სახლს. აქვე შეგიძლიათ რომ დაიმახსოვროთ. ორ ხმოვან შორის, როდესაც არის მოცემული ერთი ესე, იკითხება როგორც z და სწორედ ამიტომ ვამბობთ la casa, სახლი. მაგრამ ძალიან მსგავსი სიტყვა არსებობს იტალიურ ენაში და ეს არის cassa, la cassa. La cassa-ს იმიტომ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში მოცემული გვაქვს ორი ესე და შესაბამისად ეს ნიშნავს უკვე სალაროს. La casa, სახლი. La casa, salaro. ასევე გვაქვს ასეთი არსებითი სახელი il letto, რაც ნიშნავს საწოლს. მაგრამ გვაქვს ასევე ზმნა leggere იტალიურ ენაში, რაც ნიშნავს კითხვას. და აქედან გამომდინარე, როდესაც მას ვაუღლებთ წარსულ დროში და გვინდა ვთქვათ, რომ მე წავიკითხე, ვამბობთ io ho letto, მე წავიკითხე. მაგრამ განსხვავება რაში მდგომარეობს? პირველი არის არსებითი სახელი და წინ არის გამოყენებული, რა თქმა უნდა, il არტიკლი და მეორე შემთხვევაში გამოყენებულია, რა თქმა უნდა, პირისნაცვლო სახელი, დამხმარე ზმნა avere, რომელიც გამოიყენება il passato prossimo-ს წარმოების დროს, რაც წარსულ დროს ნიშნავს და პლუს დამატებული leggere-ს წარსული ფორმა, lui il participio passato, რაც ხდება letto. Il letto, საწოლი, io ho letto, მე წავიკითხე. Il porto ნიშნავს ნავსადგურს. მაგრამ io porto ნიშნავს, რომ მე მიმაქვს რაღაც, ან მომაქვს. რატომ? იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში გვაქვს არსებითი სახელი მოცემული, რაც არის il porto და მეორე შემთხვევაში გვაქვს მოცემული ზმნა portares, ანუ მოტანის ან მიტანის უღლება, რაც არის io porto, მე მიმაქვს ან მომაქვს. შემდეგი სიტყვა, რომელიც ძალიან გავს ერთმანეთს, სიტყვები უпростურად, არის შემდეგი. Il banco არის მერხი. ხანდახან შეიძლება იყოს დახლიც, გააჩნია სად გამოიყენება, მაგრამ ძირითად შემთხვევაში არის il banco, მერხი. მაგრამ თუ მე ვიტყვი la banca, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ბანკზე. ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები ძალიან გავს ერთმანეთს და თითოეულ თქვენგანს აუცილებლად დაეხმარება იტალიური ენის უკეთესად შესწავლაში. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ დაიწყოთ ჩვენთან სწავლა იტალიური ენის ონლაინ და ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ ქართული ღვინო წინასწარ, შეუკეთოთ და აჩუქოთ თქვენ საყვარელ ადამიანს იტალიაში. ახლა კი დროა გავაგრძელოთ და გადავიდეთ უკვე შემდეგ სიტყვებზე. Il foglio იტალიურად ნიშნავს ფურცელს, მაგრამ la foglia ნიშნავს ფოთოლს. Ancora ნიშნავს ღუზას
როდესაც მას მიუთითებ წინ ელი აპოსტროფოს, ანუ არტიკლს. Ancora, húza, მაგრამ თუ ვიტყვი ancora, ეს ნიშნავს უკვე ისევ. დაიმახსოვრე ეს კარგად, რადგან ძალიან გავს ეს ორი სიტყვა ერთმანეთს. Il sette ნიშნავს 7-ს, მაგრამ თუ ვიტყვი io o sette, ამით ვამბობ, რომ მე მწყურია. აქაც მინიმალური განსხვავებაა, როგორც ხედავთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი სიტყვის ერთმანეთისგან გარჩევა. La vita ნიშნავს ცხოვრებას, მაგრამ la vite ნიშნავს ხრახნს. ეს ორი სიტყვა ფაქტურად ერთი და იგივეა, მარტო ერთი ასობგერა განსხვავდება, როგორც წინა შემთხვევაში, შესაბამისად ძალიან ხშირად შეიძლება შეგეშალოთ. შესაბამისად la vita ცხოვრება და la vite ხრახნი. La pala ნიშნავს ნიჩაბს, მაგრამ la palla ნიშნავს ბურთს. აქაც მხოლოდ ერთი ასობგერაა განსხვავება, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მართებულად გამოვთქვათ. La pala ნიჩაბი, la palla ბურთი. აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს ორი სიტყვა. და ბოლო სიტყვა, რომელიც ასე თუ ისე ერთმანეთს, ბოლო სიტყვები, რომლებიც ასე თუ ისე ერთმანეთს გავანან, არის il lago ნიშნავს ტბას და largo ნიშნავს განიერს. ნუ აქ არც თუ ისე დიდი მსგავსებაა, მაგრამ აუცილებელია, რომ ესეც დავიმახსოვროთ, რადგან ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებს ეშლებათ და ურევენ ერთმანეთში. თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე, ეს იმას ნიშნავს, რომ სწავლობ იტალიურ ენას. და თუ სწავლობ იტალიურ ენას, აუცილებლად გქონდეს ჩვენი გვერდი გამოწერილი, რადგან შემოგთავაზებთ კიდევ ძალიან საინტერესო ვიდეო გაკვეთილებს. შეგახსენებთ, რომ იტალიური ენის გაკვეთილების დამზადება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე, განსაკუთრებით, როდესაც ამას ხარისხიანად აკეთებ. სწორედ ამიტომ მე მჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება, რომ კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები შევქმნა და როგორ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ? ძალიან მარტივად. მოიწონოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და გააზიაროთ. რატომ? იმიტომ რომ ასე შევძლებ, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს ეს გამოქვეყნებული მასალა და შესაბამისად შევძლო და კიდევ უფრო ხარისხიანი გაკვეთილები შემოგთავაზოთ. რის ხარჯზე? იმის ხარჯზე, რომ მაგალითად გავამოჯობესო ვიდეოს ხარისხი, ხმის ხარისხი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი დეტალი, რაც არ ჩანს ამ ვიდეოებში, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი რამ არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენ აი ამ ხარისხში უყუროთ ვიდეო გაკვეთილებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. Adoro.